ოზურგეთის კულტურის ცენტრის სცენაზე გათამაშებული ჯადოსნური ზღაპრის მონაწილეები ოზურგეთელი ბავშვები თავად გახდნენ. სანტა და ელფები, ყინულის კაცი და პეპი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პერსონაჟებისა, რომელიც გუშინ შოუს ზღაპარს ჩრდილოეთ პოლუსის ჯადოსნურ ღამეს ყავდა. საახალწლო შოუ პროგრამას მუსიკალური და საცეკვაო ნომრები მეტ სიბრჭყვალესა და ჯადოსნურობას ზენდა. სხვადასხვა სკოლის, არაერთი სტუდიის, თავად კულტურის ცენტრის პატარებმა ჯადოსნური ღამის ზღაპარი სიმღერით, ცეკვით, თავიანთი წარმოდგენით მართლა ჯადოსნური გახადეს, რომელმაც საბოლოო ჯამში წყვილა წიგნში დაიდო ბინა. შოუ პროგრამას არაერთი სტუმარი ბავშვი დაესწრო და მათ მოწონება აპლოდისმენტებში გამოხატეს. გილოცავთ ყველა შტობა ახალ წელს და ესწრებთ მრავალს იმედნიერეთ. დღეს შევასრულეთ ასე ვთქვათ საახალწლო სპექტაკლი, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მერს და კულტურის სამინისტროს მთლიანად და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ყველას ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან შრომატევადი საქმეა ზოგადად სპექტაკლის დადგმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვახოს, ჯიჯის, ეკას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და დაგვეხმარა, რომ ეს შემოქმედება გაგვეკეთებინა და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ჯგუფებს და იმ ბავშვებს, ვინც გაამრავალფეროვნა ეს სპექტაკლი თავისი სიმღერით, ცეკვით და ესე მოეწონა ხალხს ეს ყველაფერი. მემზადებოდით ვიხარო და მე შევასრულე თაფლაკვერის როლი. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ბავშვებს არაჩვეულებრივი ჯადოსნური ზღაპარის შემოგთავაზეს. არა მარტო ბავშვები ჩვენს აღვაფრთოვანა, ვისარგებლებ შემთხვევიდან მინდა გურიდან მიულოცო მთელ საქართველოს დამდეგი შობა კალალდა განსაკუთრებულად და წარმატებები მინდა უსურვო ჩემს ქვეყანას.